დღეს გესაუბრებით იმ ახალ აქამდე არ არსებულ ექსპონატებზე, ანუ რეექსპოზიციის შედეგად რაც შემატა მუდმივ მოქმედ გამოფენას და პირველ რიგში ეს არის საძინებელი დადიანების ნაქონი, რომელიც ახალი არის ჩვენთვის, როგორც გითხარით, ის გასულ წელს იქნა შეძენილი და პირველად იხილავს მას დამთვალიერებელი. საბანიც ასევე დადიანების ნაქონია. აქვე არის ჩემოდანი სალომე დადიანი მიურატისას ნაქონი, თავისი გვირგვინით, ყუთი ეკატერინე ჭავჭავაძის ნაქონი, ასომთავრული წარწერით, ვიტრინაში ასევე არის აშილ მიურატის ნესესერის ჩასალაგებელი ყუთი, რომლებიც არის რესტავრირებული და პირადი მოხმარების ჰიგიენის ნივთები ვიტრინაში არის გამოფენილი. სასწორი ეკატერინე ჭავჭავაძის ნაქონი ასევე და საათი ფრანგული კედლის, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ლამაზი. აქვე არის გამოფენილი აგრეთვე ინგლისელი მხატვრის თომას ბლინქსის გრავიურული ნამუშევრები და ეს თომას ბლინქსი არის ძალიან ცნობილი მხატვარი. მისი ნამუშევრები არის გამოფენილი ინგლისის სხვადასხვა მუზეუმებში. პატარა ასაკიდან დაიწყო მან ხატვა, ისე სერიოზულად იყო გატაცებული, რომ მამამისი ჩაერია მის არჩევანში, ასე ვთქვათ და უთხრა, რომ შენ ეს ხელობა საარსებო წყაროს ვერ მოგიტანს და იქნებ რამე აზრი შეიცვალო, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ის გახდა ძალიან ცნობილი მხატვარი და ცნობილი არის განსაკუთრებით ცხოველების ხატვაში. მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მისი ცხენები არიან ძალიან ძლიერი, მისი მწევრები, ნადირობის და დოღის ამსახველის სცენები აქვს ძირითადად თავის ნამუშევრებში ასახული. და სწორედ ბლინქსის ნამუშევრები პირველად არის გამოფენილი ჩვენს ექსპოზიციაში. ეს გამოფენა არის მუდმივ მოქმედი გამოფენა და ყველა შეუძლია, ყველა მსურველს მოვიდეს და ათვალიეროს. სიახლე არის, ასე ვთქვათ, შეტანილი როგორც ჩანს ჩვენს გამოფენაში და უფრო მეტი ინტერესი იქნება მათი მხრიდან და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ დავაკმაყოფილოთ მათი ცნობის მოყარეობა და ისე კარგად გადმოვცეთ ეს ყველაფერი და მოუყვეთ, რომ აქედან ყველა კმაყოფილი წავიდეს.